თქვენ უსმენთ სათემო რადიოს. ეს არის სივრცე, სადაც ვსაუბრობთ კულტურაზე, ხელოვნებაზე, სოციალურ და ჯანდაცვის გამოწვევებზე, ქალთა საკითხებზე, ეკონომიკასა და პოლიტიკაზე, ახალგაზრდულ ინიციატივებსა და სპორტზე. აქ ისმის დევნილ დახმა და მათი ისტორიები. ჩვენ ვსჯელობთ თქვენს ყოველდღიურობაზე, გიზიარებთ სიახლეებსა და პრობლემებს, ეძებთ გზებს უკეთესი მომავლისთვის. სათემო რადიო, ხმა, რომელიც თქვენ გეკუთვნით. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ჩვენო მაყურებლებო, იმიტომ რომ ჩვენი რადიო არა მარტო ისმინება, ამის ნახვაც არის უკვე შესაძლებელი. ეს გახლავთ ხონი სათემო რადიო, რომელიც ხარდაჭერილია DVD International-ის მიერ. DVD International გახლავთ ჩვენი სპონსორი, რომელიც ხარს უჭერს ჩვენ რადიო გადაცემებს და საერთოდ ჩვენს ხონის სათემო ცენტრს, სადაც სერიოზული საგანმანათლებლო პროცესები მიმდინარეობს. ჩვენი გადაცემათა ციკლში, ამ თვის გადაცემათა ციკლში ძირითადად პედაგოგები გვყავს და ამჯერადაც ესეთი არაჩვეულებრივი პედაგოგი, მენეჯერი სახელმწიფო სისტემის, სკოლის დირექტორი მოვიწვიეთ, ქალბატონი მანანა მიქაძე, რომელიც გახლავთ პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლის დირექტორი. ქალბატონ, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისათვის, რომ დრო გამონახეთ, დაგაკარგინეთ ასე შეიძლება ვთქვათ დღევანდელი დღე, ვიცი რა რთულია სკოლის დირექტორისთვის. პრაქტიკულად ზაფხულიც კი არ არსებობს სკოლის დირექტორისთვის და დასვენების დღეც არ არსებობს და როცა სასწავლო პროცესია აქტიური, მით უფრო. ქალბატონო, პირველ რიგში მოგვიყევით თქვენ შესახებ, თქვენი პატარა ავტობიოგრაფია, გავეცნოთ რადიო მსმენელებს და მაყურებლებს და როგორ მოხვედით სკოლამდე, ამის შესახებ რო გითხრათ. მოგესალმებით ბატონო დავით, მივესალმებით თქვენს მსმენელებსაც, უღრმესი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. ჩემი პირველი პროფესია არ გახლავთ პედაგოგობა, პროფესიით ინჟინერი გახლავთ. 93-98 წელში ვაქვს დამთავრებული ქუთაისის ტექნიკური ინსტიტუტი. და ჩემი პროფესიით სულ რამდენიმე თვე ვიმუშავე. გახლავთ ასეთი ქუთაისში ფაბრიკა იმერი. კი, როგორ არა, საკმაოდ. ფაბრიკაში მუშაობდი, პირველ ჯერზე შევედი როგორც მკერავი, ჩვეულებრივი, მერე მწუნდებელი გახდით და ბოლოს ტექნოლოგი. და საკმაოდ კარგი გამოცდილება მივიღე იმ პერიოდში. ეს ფაბრიკა გერმანელების შეკვეთებს კერავდა და საკმაოდ ბევრ სერიოზულ შეკვეთას კერავდა სხვა წლებში. შეკვეთებს აკეთებდნენ და იქ გამომიმუშავდა ეს გერმანული, ხო იცით, დროის ზუსტად დაგეგმა. ხონელი ხართ, ხო? პატარა ჯიხაისიდან თვითონი სკოლა მაქვს დამთავრებული, რომელსაც სკოლასაც მე ახლა ხელმძღვანელი. რა მაგარია. კი ბატონო. მე რაღაცა პერიოდი არ მიმუშავია, მე აქვე საკონტრაქტო სამსახურში. მე უნდა უთხრა რადიო მსმენელს, სკოლის დირექტორი ყავთ, რომელიც იყო ჯარის თანამშრომელი და წელიწად ნახევარი იმუშავეთ ჯარში. აი ჯარში ასაკეთებდით. ჯერტის თანამშრომელი გახდით მე და ჯერტში უკვე საკანცელერიო საქმეები იყო ძირითადად. ასეთლა მებრძოლი არ ახართ ესე იქ? არა, ესე დავდიოდით, სოლებზეც დავყავდით და ვარჯიშებიც ჰქონდა, მაგრამ ჯერტში მაინც ისეთი რაღაცები იყო თავმოყრილი, რასაც მეტი დრო ოთახში ყველაფერნა ჭირდებოდა და ამიტომ უფრო მეტად იმ საქმეებს ვასრულებდი, თუმცა ნორმატივებს მეც შეულებრივ ვაბარებდი. კი ბატონო, მასე მარტივი მოხვედრა არ ხდება. არა, და იქ კომპიუტერიც რო კარგად მესმოდა ის საქმის წარმოების საქმეები და რაღაცები, პირადი საქმეები, ძირითადად ჩემხელში გადიოდა ყველაფერი და ასე რომ აქაცაც გარკვეული გამოცდილება მივიღე და ცოტა დამიგროვდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი იყო ის ბატალიონი, სადაც მე მსახურობდი და ბევრი ადამიანი 200-ზე მეტი თანამშრომელი იყო იმჟამად. იქედანაც წამოვედი და ბოლოს და ბოლოს მოვხდი სკოლაში. სკოლაში თვითონ პედაგოგად თავიდან არ მოხვედრი ვარ. ვიყავი საქმის მწარმოებელი და ისწრასაც ვასწავლდი კომპიუტერულ ტექნოლოგიებს. შემდეგ მათემატიკა მიყვარს ძალიან და ჩავაბარე. პედაგოგის გამოცდები? პედაგოგის გამოცდა ჩავაბარე და დაწყებით კლასებშიც აქამდე უკვე ვასწავლე მე მათემატიკას ბავშვებს. აი ეს ჩემი მცირე. კი ბატონო, რა შეეხება სკოლის დირექტორობას, საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა, ნამდვილად, რა ვიცი, პრაქტიკულად ალბათ სკოლის დირექტორს მშვიდად არ ძინავს. შეიძლება ითქვას. ხო, რაღაცა რამდენიმე წელი, სანამ სკოლა გაიმართებოდა, ასე რომ ვთქვათ, ჩემს ხელში,
ფაქტურად არც დამისვენია ზაფხული, ასე მგონია, ასე მგონია. და ეხლა მესამე წელია სკოლის დირექტორი ხარ, თუმცა როგორც ვიცი, მანამდე მოვალეობას ასრულებდი. მანამდე მოვალეობას ასრულებდი და ისა ჩემ დროს შემოვიდა ახალი კადრები სკოლაში. ახალგაზრდა კადრები. ერთ-ერთი თქვენი რესპონდენტი იყო. ხო, ნოდარი ბარაბაძე. ბარაბაძე არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ნამდვილად, ესე იგი, როგორაა შეყარებული მათემატიკაზე, ფიზიკაზე, სწავლაზე, მოსწავლეებზე, პროფესიაზე და ბავშვებზე. ამის გარეშე ალბათ სკოლაში ადგილი არ აქვს. მე ვფიქრობ, რომ თუ კადრები არ აქვს, კარგი კადრები სკოლაში, ცოტა ძნელია რომ გავართო სასკოლო მუშაობა. ძალიან ძნელია, ეხლა ეგრეთ წოდებული პრესტიჟული სკოლებიც რო არის ქუთაისში და თბილისში, ძალიან ისეთი თიცე ჩამოსათვლელია, კარგი პედაგოგი, რომ მეტი არ შეიძლება. აი რა არის სკოლის დირექტორობა, რა პასუხისგებლობაა? მაინც ასეთი ამდენჯერ ვახსენეთ ეს პასუხისგებლობა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ყველანაირ პასუხისმგებლობას მოიცავს. იქ ბავშვის უსაფრთხოებას, სწავლის ხარისხს მოიცავს, გარემოს მოიცავს, რესურსებს, რა ვიცი, კადრებს, ამ მშობლებთან ურთიერთობები. უამრავი საკითხი. თავიდან სანამ მე ხელმძღვანელი გავხდებოდი, ჩვენ არ ქონდა ინკლუზიური მიმართულებით არანაირი გამოცდილება და პირველი მოსწავლა რომ მივიღეთ, ცოტა კი შემეშინდა კიდეც, რომ არც სპეცმასწავლებელი გყავდა და რა თქმა უნდა, მერე დაგვჭირდა და მივიღეთ, ავიყვანეთ. მაგრამ აი ამ მიმართულებითაც საკმაოდ დავიხვეწეთ და გავითავდით მთლიანად სკოლის კოლექტივი, მეც მაგ შორის ეს გამოცდა ჩაბარებული და რამდენიმე ჩააბარა. მაგრამ მარტო გამოცდა ხომ არ არის, იქ უამრავი რაღაცა დეტალია ისა, რაც უნდა და დასხდნენ ეს პედაგოგები და უნდა განიხილონ ამ ბავშვებთან დაკავშირებით. იქ მშობლის მიმღებლობა ზოგს არც კი ქონდა მშობლის მიმღებლობა, მაგრამ რაღაცნაირად ჩვენი მიდგომებით, მუშაობა ჭირდება უამრავ. ძალიან დიდი მუშაობა, რომ მშობელიც წამოვიდეს იქეთკენ, რომ მისი შვილისთვის ესე ჯობია და ესე უნდა გავაკეთოთ. ერთად უნდა გავაკეთოთ მარტო ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ. და ყავს უკვე რამდენიმე მოსწავლე და საკმაოდ რესურსებიც დაგვიგროვდა ამ მიმართულებით გამოცდილებას და უკვე ვიცით დროულად ამ ყველაფრის აღმოჩენა დაუშვათ და ამაზე რეაგირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამას დიდი მნიშვნელობა. სკოლას რამდენად უმკლავდებით, გნებავთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, გნებავთ კონტინგენტით, როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლებით. ეს ყოველთვის გამოწვევაა სოფლის სკოლაში, მოდი პირდაპირ ვთქვათ. რამდენად არის სტანდარტები ევროპული, რამდენად არის ინოვაციები დანერგილი სკოლაში, ამ ხრივ უამრავი მუშაობა გჭირდებათ ალბათ. თქვენთან რამდენადაა ეს ყველაფერი დამაკმაყოფილებელი? ეხლა რაც შეეხება სკოლის შენობას 2006 წელშია ბოლოს რეაბილიტირებული და ნელ-ნელა მიდის ეს რეაბილიტაციის პროცესი, თქვენს კარგად მოგეხსენებათ და ნელ-ნელა ყველა სკოლაში შემოვა ეტაპობრივად, მაგრამ ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, მე ასე ვთვლი, ამ მიმართულებით ჩვენი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ინოვაციებსაც რაც შეეხება, ხომ გითხარით ეს ახალ კადრებზე, მასწავლებელებზე, მათ გამოწვევაზე, მათ მუშაობაზეა დამოკიდებული და ნელ-ნელა თითოეული მასწავლებელი ნერგავს. თუმცა ჩვენ ყოველ პარასკევს ვიკრიბებით, განვიხილავთ იმ პრობლემებს, გადაჭრის გზებს უსიარეთ ერთმანეთს გამოცდილებას და ამ მიმართულებით აი ძალიან დავიხვეწეთ, მე ასე ვფიქრობთ, იმიტომ რომ არ ვალავთ იმ პრობლემებს, რაც სკოლაშია, იმ გამოწვევებს არც ერთი მასწავლებელი და რაღაცნაირად ცდილობთ რომ მოვაგვაროთ. ცდილობთ რომ ვიფიქროთ. დიახ, ეს თვითონ კონტინგენტი ყოველ წელს სულ არის საუბარი, მაგრამ რომ მცირდება და მცირდება. ჩვენ შემთხვევაში გაიზარდა. მართლა? აუ, რა საინტერესოა. ნელ-ნელა გაიზარდა, იმიტომ რომ მოსწავლეთა რიცხვი იზრდება, რა მაგარია, იმიტომ რომ ყველა სკოლა წუწუნებს, ქალაქის სკოლებიც კი რომ მცირდება. მე ვერ გეტყვით, მაგრამ წელს შარშან მქონდა შემთხვევა, მეზობელი სოფლიდან გადმოვიდა 2 მოსწავლე, წელსაც გადმოვიდა 2 და 2 და 4 მოსწავლე ძალიან ბევრს ნიშნავს. ამერწმუნეთ პატარა სკოლისთვის. რამხელა სკოლა? რამდენი მოსწავლე? 9 კლასის 45 მოსწავლე ყავს ამჟამად. 9 კლასი ქონდა, უკვე საბაზო საფეხური 10 კლასი გახდა. ის ბავშვებიც ჩვენთან დარჩენ და სხვათა შორის წელს 15 სექტემბერს რომ მივედი სკოლაში, რამდენიმე მშობლიდან ქონდა ესეთი შემოთავაზება, რომ თითქოს სურთ რომ საშუალო სკოლად გადაკეთდეს და რამდენად არის შესაძლებელი, რა ვიცი, ვიფიქრებ ამაზე. თქვენ არ აქვს მე-11 არა, მე-12 არ აქვს და რატომღაც ძალიან სურთ მშობლებს, იმიტომ რომ ეთყობა იმდენად დაცულად გრძნობენ მათი შვილებთვის.
ჩვენთან რა ვიცი აბა სად მიდიან ეს ბავშვები მეათე კლასის ან მიდიან მეზობელ სოფლებში ან მოდიან აქ ჩვენთან ხონის რომელიმე საჯარო სკოლაში ან ზოგჯერ აირჩია პროფესიული სასწავლებელი და ქუთაისში გადავიდნენ და ამ მიმართულებითაც აი ძალიან მინდა რა ხან მშობლების სურვილია რამდენად იქნება ამის შესაძლებლობა არ ვიცი მაგრამ ნახოთ მომავალი გვიჩვენებს დაწყებითების კონტინგენტი თუ არის ბავშვი კი დღეს 4 ბავშვი გყავს შაშანაც 4 გყავდა სხვაგან უფრო ცუდი სიტუაცია და მდგომარეობა და ახლა რაც არიან ბავშვები ყველანი მოდიან ჩვენთან სხვაგან არ გადაყავთ ამ ეტაპზე ალბათ რა ვიცი მოსწონთ ის ჩვენი პედაგოგიური მიდგომები დამოკიდებულებები სხვათა შორის მშობლები საკმაოდ აქტიურად ყავს ჩართული ინფორმირებულიც ყველანაირად არიან ძალიან ყურადღებიანი დამრიგებლები ყავს თვითონ მასწავლებლებიც და ეს უსაფრთხოება მე მგონი ყველაზე მთავარი უნდა იყოს ბავშვების უსაფრთხოება სკოლაში მერე განათლება და მერე მისი ხარისხი და ასე შემდეგ ხადომანა გარდა იმისა რომ სკოლის დირექტორი ხართ ოჯახი გაქვთ ადამიანს რაღაცა ისა ამ ხრივ რამდენად ათავსებადი და უშუალოდ რომ თეატრნი ეკუთვნოდა ხო ალბათ სკოლას ასე ოჯახსაც ჭირდებით რამდენად ათავსებთ საოჯახო საქმეებს აი მეტნაკლებად ვათავსებ უკვე იმ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც იმ ხელმძღვანელობასაც ის ბავშვებთან ურთიერთობა მშობლებთან რაღაცნაირად უნდა მოახერხო და უნდა გადაანაწილო ყველას უნდა აკმარო დრო ყველას უნდა აკმარო ენერგია და ვახერხებ ამ და სოფლის მეურნეობა თუ გაქვთ ოჯახში კი ვეწევით რა თქმა უნდა და ამასაც ყველანაირად გეხმარებათ ალბათ ოჯახის ვაწევრები ხო გეხიდებიათ და დამატებით გეტყვით ჩემს სხვა მიმართულებებს მე ძალიან მიყვარს სპორტი და ძალიან ეგ ვიცი სპორტი გიყვართ აქტიური ხართ და როგორც ვიცი პედაგოგთა რაღაც ოლიმპიადები ტარდება რესურს ცენტრის მიერ და იქ ხართ ძალიან წარმატებული კი ბატონო და როგორც ვიცი ფრენბურთისაც თამაშობთ ჩვენი მერია ყოველ წელს ატარებს პატარა ოლიმპიადასავით სარვამარტოდ ქალებისთვის და რამდენიმე გუნდი იკრიბება და მე გახლავთ რესურს ცენტრის გუნდში უკვე 10 წელია და 3 წელია ვარ ნაკრების კაპიტანი. კაი, რა სამ ფრენბურთელი ხართ. კი ბატონო, მოყვარულ დონეზე სპორტში არ ვიცოდი მანამდე ფრენბურთი, მაგრამ მე ის არა ქვია. სკოლებს შორისაა ეს შეჯიბრი? ახლა რესურს ცენტრს ცალკე ერთი გუნდი ყავს, მერიას, საკრებულოს და ასე შემდეგ. და სკოლებს შორის შეჯიბრებებს ვიცი ეწყობა, კი სხვათა შორის და მანდაც ვედობ მონაწილეობას, მაგრამ ეს რაღაცა ისეთი სახალისოა ჩვენთვის ძალიან მიყვარს ყოველთვის ეს ერთი კვირა 8 მარტის პირველი კვირა ძალიან ქალბატონებისთვის ეწყობა ესე ეს 8 მარტო ძალიან კაი საზეიმო და ბოლოს გვირგვინდება მეორე განყოფილებას გვაქვს და ხო და ანუ თქვენი იგებთ სულ ვერ ვიგებთ მაგრამ მთავარია მოგება ხო რა მთავარი მონაწილეობის მიგება თავიდან იყო როგორ იცი ნარდი შაში და ფრენბურთი ეს სამსახეობაში ტარდება და სამივეში გახოდით მე და ერთი 3 წელიწადი პირველი მეორე ადგილები ყველაფერში რომ წამოვიღებ, მე დებულება შეიცვალა ჩემს გამო. ოი. დაბა რაში თამაშობ მარტო ფრენბურთს? ხო, ფრენბურთს. აჰა. მომწონს ეს, ძალიან მომწონს. კი ბატონო. ქალბატონო, გითხარით რა არის წარმატებისათვის აუცილებელი, იმიტომ რომ თქვენ ნამდვილად ხართ წარმატების ფორმულა, იმიტომ რომ იწყებთ ადამიანი ცხოვრობთ სოფელში, სადაც დადიოდით სკოლაში, დაამთავრეთ სკოლა, ბრუნდებით შემდეგ თქვენ სოფელში და ხდებით სკოლის დირექტორი. რა თქმა უნდა, ეს არის გარკვეული ხა არ ხდება, ხო, ასე უცებ. ამ გამოცდების ჩამარებაც იმასაც უამრავი რამე ჭირდება, შრომა ჭირდება. რა არის წარმატების ფორმულა? წარმატების ფორმულა მიჭიერება ერთი აუცილებლად, მაგრამ შრომის მოყვარე თუ არა ხარ. რა ვიცი, შრომის მოყვარების გარეშე არაფერი არ ხდება. ამიტომ ყოველთვის მაქსიმალური მინდოდა მიმეღო რისკეთებასაც დავიწყებდი აუცილებლად იმდენი შრომა უნდა ჩამედო, რომ მე უნდა გამემარჯვებინა და მიმეღო მაქსიმუმი იქიდან. როგორი მოსწავლე იყავით თვითონ? კარგი, კარგად სწავლობდი. ინტერესიანი ალბათ. ძალიან ინტერესიანი და როგორც ჩვენ პედაგოგები აღნიშნავენ ძალიან ნიჭიერი და არც უკვირთ რომ ვარ სკოლის დირექტორი. თქვენი პედაგოგები დააქვთ სკოლაში ისეთებისთანაც მასწავლებელი იყო. ეხლა სწავლიან, ეხლა. თქვენი მასწავლებელი იყო, არიან ისეთებიც? ჩემ სკოლაშიც არის და მე შემდეგ საშუალო სკოლა გოჩაჭიხაისის საჯარო სკოლაში დავამთავრე და იქაც არიან ამჟამად რამდენიმე პედაგოგი, რომელიც ჩემი პედაგოგი. თქვენი კოლეგები გახდნენ მერე უკვე თქვენი მასწავლებელი. უბრალოდ მე გავხდი მათი კოლეგა. კი ბატონო. როგორი ბავშვი იყავით? საკმაოდ მოუსვენარი ალბათ.
ძალიან ინტერესიანი, ძალიან მოძრავი, გონებრივადაც და ისე ფიზიკურადაც მოძრავი. მშობლები ვინ იყვნენ? ვინ არიან? აი, მამა ჩემი პედაგოგი იყო, სამხედრო სასწავლიდა. დედა ჩვეულებრივი მოსამსახურე. და ბაბუა ჩემი იმავე სკოლაში ასწავლიდა, რომელ სკოლაშიც ახლა მე ვსწავლობ ფიზიკა, მათემატიკას, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპა. დაიღუპა ომში და პედაგოგი იყო? პედაგოგი იყო და მამა ჩემი დარჩა პატარა, თვეების. და მამა თქვენი სამხედროს მაგ სკოლაში ასწავლიდა? არა, ქუტირის სკოლაში ასწავლიდა და მე გოჩაჯიხაისის სკოლაში. და რაღაც გენეტიკურადაც ეთქვა პედაგოგების იმიდან ხართ, კი ბატონო. კი ბატონო. გარდა ამისა, რა აქტივობებით ხართ დაკავებული, რა საქმიანობებით? ეხლა, რადგან გავხდი ამ სკოლის დირექტორი, ძალიან მინდა, რომ ის ავტორიზაციის პროცესს, რასაც უწოდებენ, აუცილებლად გავიარო სკოლის ავტორიზაცია, მოვიპოვო ამისისა და თუ შევძლებ ის, რომ არსებობს რაღაცა ისეთი საშუალებები, რომ ჩემი სკოლა გახდეს საშუალო სკოლა, კი ბატონო. ამაზე ფიქრობ? ფიქრობ ამაზე. და მე რას ვფიქრობ, იცი, რაღაცა მაქსიმუმს რომ მიაღწევ პროფესიაში წურავ შენთავს და მე სხვა მიმართულებით შეიძლება წახვიდე. მაგალითად მომწონს მაგ სხვა მიმართულებებიც და კი ბატონო. ვფიქრობ იქაც რომ ვცადო მე ჩემი თავი. საზოგადოებრივი საქმიანობა, ქალისთვის ლიდერობა არ არის მარტივი საქართველოში ზოგადად, იმიტომ რომ სამწუხაროდ ყოველთვის ისე იყო გაგებული, არ ვიცი ხა თქვენ რა სოციუმში გიწევდა ცხოვრება, მაგრამ ზოგადად რომ ქალის საქმე არის უფრო მეტი სამზარეულოში, ქალის საქმე მეტი არის უფრო ოჯახში, ვიდრე დაუშვათ თანამდებობაზე და საზოგადოებაში. თქვენ როგორ დაძლიეთ ეს სტერეოტიპები და რა მაგალითს მიცემდით სხვა ქალებს იყვნენ წარმატებულები და იყვნენ ლიდერები? აი, მაგალითად, ჩემ ოჯახში დღემდე არ მოწონთ. მე მგონი, რომ სპორტის მიმართულებით ასეთი აქტიური ვარ ჩემ ასაკში. მაგრამ მე მაინც ჩემი გავიგე. ძალიან მაგარია, თან დირექტორი, რომელიც ფეხბურთს თამაშობს. როგორ დაიწყო წარმატების მოსვლა და ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვისაც უმადლით, რომ თქვენ ცხოვრებაში დაუშვათ გარკვეული კვალი დატოვა, ეს პედაგოგი იყო, ოჯახი იყო, მეგობარი იყო, ვინ იყო? პირველ რიგში პედაგოგების სკოლა, რომელიც სკოლებიც მე გავიარე, პატარა ჯიხაისის, ქოჩა ჯიხაისის სკოლა და მე ტექნიკური ინსტიტუტი, გპ-ის რო უწოდებდნენ ადრე. ყოველთვის შემხვდა ძალიან კარგი პედაგოგები, კარგი კლასი, კლასსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ძლიერი კლასი როცა და იქაც კარგი კლასი, ჯგუფელების კარგი შეხვდნენ და მე ბევრ კარგს რო ვხედავდი, მათგან მიღებდი ალბათ მაგალითს და ბევრ რაღაცას ვსწავლობდი და ვიცოდი რომ უფრო მეტი და მეტი უნდა მეკეთებინა, უფრო მეტი მესწავლა, მეტი მეშრობა, მეტი უნდა განვითარებულიყავი, თორე ისე ვერაფერს ვერ მიაღწევ. კი ბატონო, რა თქმა უნდა. აი ამან მომცა. რამდენად ემოციური ადამიანი ხართ? აი გარეგნულად თითქოს ეს არ მეტყობა. მაგრამ ამ 2 დღის წინ ჩემმა ორმა უსაყვარლესმა ადამიანმა, ერთი იამზე ფანცოლაია გახსოვთ, ჩვენი სტუდენტობიდან მოვდივართ ერთად. პედაგოგი. და ბარაბაზე ჩემი საუკეთესო თანამშრომელი. ამ ორმა ადამიანმა ერთდროულად რომ მიიღეს რაიონიდან აღიარება, ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო. აი ამ მეციების დამალვა ძალიან გამიჭირდა. იმდენად ამავსო ამან მე სიხარულით მე და ყველას ქონოდეს ყველა ესე ვფიქრობ და ხშირად ქონოდეს მე ასეთი ჩემს ირგვლივ ყოფილიყვნენ ასეთი წარმატებული და ძლიერი ადამიანები. მართვაში რა უნდა ქონდეს ლიდერს, სკოლის დირექტორს? ყველაფერი უნდა იცოდე. აი ხომ გითხარით მე ფაბრიკაში მუშაობდი და დავიწყე უბრალო მკერავიდან და მე გავხდი მწუხებელი ტექნოლოგი და მე რაღაცის გამო მიმიწია თავის თანებება. ამიტომ მე ყოველთვის ვფიქრობ, ვცდილობ დავიწყო ქვემოდან. ყველა დეტალი და ყველა ნიუანსი მე თვითონ შევეხო, მე თვითონ ვისწავლო, იმიტომ რომ მე ჩემ თვალებს მხედველობიდან არაფერი არ გამოჩნდეს და ვიცოდე რის ფასად უჯდება ჩემ თანამშრომელს დაუშვათ იმის კეთება და ასე შემდეგ. მე უნდა ვიცოდე ეს ყველაფერი, რომ იმას ვასწავლო. თუ ბრაზდებით? ბრაზდები ხო რაღაც მომენტში ყველა ადამიანი რა ვიცი. და თუ ერევით მე ამ ბრაზს? ძალიან ადვილად ვერევი შეიძლება 2 საათის მერე ამ ყველაფერმა გადამიეროს ძალიან მარტივად. და რაც ხელმძღვანელი გავხდი მის დირექტორი მაინც უნდა მოვთოლკო. ხო, და არის მაგალითად მე დირექტორები ვიცი ჩემ ბავშვობაში
სულ გაბრაზებული უნდა ყოფილიყო დირექტორი. რაღაცა. ხანდახან მოდიან. ჩვენ გვეშინოდა დირექტორის და ვინახავდა. ეშინოდათ, ისინი პირდაპირ ჩემთან მოდიან. და მით უმეტეს რო იციან რომ მე კარგად ვთამაშობ, ყოველთვის პირველი კლასიდან მე-10 კლასით დამთავრებული ყველა მოდის რომ დასვენებაზე უნდა ვეთამაშო. და ვთამაშობ კიდე დიდი დასვენება როცა გვაქვს ცოტათი. რა მაგარია. ხო, იმიტომ რომ მე მყავდა პირველ სკოლაში ილია გენძეხაძე, აზარზარებდა თორ სკოლას, ახლაც მეშინია მის სახელობარი წარმოება. მოგონი არ ეშინო, ნაგერი ახლა ხან ნოდარცთან შესახვედრად რო ჩავედით, ჩემი 4 მოსწავლე შემომეფეთა იქიდან და ანუ მეგობრული ზეთობა გაქვს. ძალიან მეგობრული, რა ვიცი, მიყვარს ძალიან ბავშვები. ისინი წხვდებიან ამას, რომ მე მიყვარს ისინი. რა არის თქვენთვის თქვენი სკოლა? ჩემი სკოლა რა ემოცია? რა ემოცია, თუ ჩემო სკოლამ მე ყველაფერი მომცა. ის ემოციებიც მომცა, ის ცოდნაც მომცა, საწყისები ყველაფერი მომცა. არა როგორც აი გონებრივ დონეზე, ისე ემოციურადაც მომცა. ძალიან კარგი დირექტორი მყავდა, რომ ახსენდება იმასაც ჩვენ როგორ უყავდით მე და ჩემი თანაკლასელი, ყოველთვის განსაკუთრებულად გვექცეოდა შეგვიშვი. თქვენ ახლა სხვანაირად აღწევთ თქვენი დირექტორი, მაგრამ მე უცებ გამახსენდა ჩემი დირექტორი რომან გორდაძე. მე და ინგა ცაგარეიშვილს ჩემთან აკლასელს შეგვიყვანდა ხოლმე თავის ოთახში ხან შოკოლადს მოგცემდა ხან რაღაცას. კარგი მოსწავლეები ვიყავით ჩვენ და იმიტომ უყვარდით ეს. ძალიან მაგარია ეს ხო. ამიტომ მე ასე მახსოვს ჩემი მასწავლებელი და დირექტორი. კი ბატონო ხო მე ცოტა კომპლექსი მაქვს შეიძლება დისციპლინის და სიმკაცრის ბავშვობიდან და იმიტომ სვამავ კითხვებსაც, მაგრამ სკოლას მოსდევს მაინც ხო ამ სკოლაში სიტყვა სიმკაცრე არ არის ახალი ასე მგონია. მე მამაჩემი ყოველთვის მაკონტროლებდა, მიუხედავად იმისა, რომ ეთქვა კარგი გონება მქონდა და რაღაცებს ეგრევე სკოლაში ვსწავლობდი და სახში ცოტა ცუღლუტობდი. ამიტომ როცა ვიცოდი რომ იმას უნდა შევემოწმებინე, განსაკუთრებით ის 16-17 წელი რო გადატაკეს პერიოდი, აი მაშინ ძალიან ბევრი მისი დამსახურებაა. მე მგონი ცოტა შიშიც რომ მქონდა, რიდიც მქონდა ეთყობა და არც ერთი გაკვეთილი მოსწავლელი არ მივდიოდი. მიუხედავად იმისა, ისტორია არ მიყვარს დღემდე, აი ფიზიკა, მათემატიკა, ეგეთი საგნები უფრო მიყვარდა მათემატიკა, ტექნიკური საგნები. როგორ დაახასიათებთ არა მხოლოდ თქვენს მოსწავლეებს, თუნდაც თქვენი მოსწავლეების მაგალითზე, თაობას, ახალგაზრდობას, რომელიც მოდიან, ჩვენ უნდა შევცვალონ, ან ჩვენ მათთან ერთად უნდა ვიცხოვროთ, მათ უნდა მართონ ეს ქვეყანაც, არა მარტო სკოლები, უნდა მართონ ხონიც, ქუთაისიც, თბილისიც ქვეყანა, ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანონ საქართველოს სახელი. რამდენად საიმედოდ ცვლა, რამდენად რა შეგიძლიათ თქვათ ახალგაზრდებზე? აი ჩემი ახალგაზრდები, ჩემი პატარები ძალიან როგორ გითხრათ, ძალიან კარგი ბავშვები არიან. აი ყველანაირად ცდილობენ რასაც შენაკეთენ მოგბაძონ და მე იმ რაღაცაში მე რომ ჯობნიან ისე მიხარია თქვენ ვერ წარმოიდგენთ. არა მაგარია. რომ რასაც ასწავლი და იმაზე მეც რო გიბრუნებენ უკან. ასეთი არიან ასეთები ხო? ამას ბევრჯერ მიგრძნია ეს და ბევრჯერ დამინახავს მე. ქავდომანა ხონზე რას გვეტყვით ხონის დიდ წარსულზე ისტორია რა არის თქვენთვის ხონის? ნახეთ მე სოფელში ცხოვრობდი და ხონში ჩამოსვლა იშვიათად მიწევდა. 2010 წლიდან ვარ მე ამ სფეროში, პედაგოგიურ სფეროში. უკვე 15 წელია. აი იქედან უკვე აქტიურად მიწევს და აქტიური შეხება მაქვს ხონთან. მაგრამ როგორი მე ძირითადად ხვდებოდი პედაგოგებს ტრენინგებზე და ნელა დავიცანი ეს ხალხი. და მიმიღო ამ ხალხმაც და წარმოიდგინეთ ახლა ხონის გარეშე არ შემიძლია. ხონი ყველაზე ლამაზია ასე მგონია. მით უმეტეს ჩვენმა მერმა ისე გაამშვენიერა და გაალამაზა და დარწმუნებული ვარ მომავალშიც უფრო მეც გააკეთებს, ძალიან ბევრს გააკეთებს. და გადაცემა ნენელა ფინალისკენ მიდის ასე ვთქვათ და დაუბრუნდეთ კლავ სკოლას. დღეს სკოლა ქართული განათლება რა გამოწვევების წინაშე დგას და რამდენად გვაქვს ჩვენ ევროპული სტანდარტი, რომელსაც დაწესებულია მსოფლიოში და ითვლება საუკეთესო მოდელად. მე ხშირად ვიცი თქმა ბალტიისპირეთის მაგალითზე, ფინეთის სკოლის მაგალითი, რა ვიცი, აი სწორება აქ თელ მსოფლიოს იმდენად მაგარია. აი ჩვენ თუ განათლების სისტემამ ფეხი ვერ აუწყვეთ
ამ ინოვაციებს გლახათა ნამდვილად საქმე ქვეყნის საქმე და მე მარტო თქვენი სკოლის მაგალითი არ მოვ ზოგადად განათლების სისტემას როგორ დაახასიათებთ და რა გამოწვევის წინაშე ვდგავართ. აი რაც შემოვედი განათლების სისტემაში მის მერე სულ ახალ-ახალი გამოწვევები და სულ ვართ როგორ რეჟიმში იცი მე პირადად ასე ვარ რომ ის სიახლეს იმ წელს თუ გამოტოვებ მე უკვე ვეღარ დაეწევ. კი ბატონო ხო მუდმივი სწავლა მუდმივი სწავლა უნდა ისწავლო ბავშვებს გადასცე იქედან რაც დასარჩენია ეთყობა რაც კარგი ეკრჩება შენ მასწავლებას რაც დროს ვერ გაუძლებს და მიდის მე ისევ შემოდის ახალი და ამ სიახლეს თუ შენ მიყვები მასწავლებელი თუ შენ ხარ ინოვაციური შემოქმედებითი ინფორმაციული შენი საქმის პროფესიონალი შრომის მოყვარე მცოდნე ხარ ამ ყველაფერს ბავშვებს ნელ-ნელა ასწავლეს ეს ხო ერთ წელიწადში და ორ წელიწადში არის სწავლება და თუ ამას ჩვევებს და ნორმებს ჩამოუყალიბებ იმას წესად ექნება რომ ყოველთვის რაღაცა ახალი უნდა მიიღოს ახალი უნდა შეიმეცნოს ხო ნელ-ნელა ყოველთვის მასწავლებელი ხო არ გჭირდებოდა ჩვენ აი მე დავამთავრე მაგალითად და მე თვითგანვითარებას ვეწევი აი აქამდე უნდა მივიყვანოთ ჩვენ თითოეული მოსწავლე თავისი ადგილი უნდა იპოვოს ამ ადგილის პოვნაში უნდა დავეხმაროთ და მე თვითონ და მარტივი არ არის მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელია ეს უნარები სკოლაში უნდა ჩამოუყალიბდეთ ამათ ეს საბაზისო ცოდნა და შრომის მოყვარეობა აი სკოლაში უნდა ჩამოუყალიბდეთ და მე რომ გავუშვებთ და დაფრთიანდებიან თვითონ მონახავენ თავის გზას ასე მგონია მე კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა მე მინდა რადიო მსმენელებს შევახსენო და ჩვენს მაყურებლებს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ ხონის რაიონის სოფელ პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი მანანა მიქაძე. ქალბატონი მანანა ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. უღრმესი მადლობა და თქვენს წარმატებები. გაიხარეთ.